როდესაც დაждებით და თვალებს დახუჭავთ, დაიწყეთ სუნთქვაზე კონცენტრაციით. ბუნებრივად ისუნთქეთ და დააკვირდით ზუსტად რა შეგრძნებებს იწვევს სუნთქვა თქვენ სხეულში. მაგრამ ამ დროს ტვინს აქვს ტენდენცია, რომ გონება გაგიფანტოთ. დედლაინი გაგახსენდებათ, ან ხმას გაიგებთ მეორე ოთახიდან და გაგიფანტებათ ყურადღება, ან რაღაცა სურათის წარმოსახვას დაიწყებთ. ზუსტად აი ამ დროს უნდა შეეცადოთ, რომ არ აყვეთ ამ ფიქრებს. შეხედოთ მესამე პირის პერსპექტივიდან და მთელს აი ამ ფიქრის პროცესს დაარქვათ სახელი. და ეს სახელი არის ფიქრი. როდესაც ტვინი დაიწყებს ხტუნვა სხვადასხვა ფიქრებზე, დაინახავთ ამ პროცესს, დაასახელებთ ამ პროცესს როგორც ფიქრი და ისევ ყურადღებას გადმოიტანთ უკან სუნთქვაზე. და მესამე რისი ცენტრიც უნდა ვიპოვოთ, ეს არის დამოკიდებულება. ანუ ჩვენი დამოკიდებულება აი ამ პრაქტიკისადმი. ამის გასაგებად ძალიან კარგი მეტაფორა არსებობს, რომელიც უკვე ძალიან ბევრგან შემხვდა. წარმოიდგინეთ, რომ პატარა ლეკვს წვრთნით და გინდათ რომ ასწავლოთ დაჯდომა. გაწვრთნის პროცესში ლეკვი აუცილებლად დაიწყებს აქეთ-იქით სირბილს. და თუ კი ჩვენ ამაზე გავღიზიანდებით და აგრესიულად ყვირილს დავუწყებთ, ლეკვს შეეშინდება და იმის ნაცვლად რომ წვრთნის პროცესში გამოგყვეს, პირიქით გაუჩნდება წინააღმდეგობის განცდა. მაგრამ თლად ისიც არ გვინდა რომ ეს ლეკვი თავის ნებაზე მივუშვათ. ზუსტად ასე იქცევა ჩვენი ტვინიც. თუ კი მისადმი აგრესიულ დამსჯელობით განწყობას გამოვამჟღავნებთ, იმის ნაცვლად რომ მას დაუმეგობრდეთ და დავუახლოვდეთ, პირიქით უფრო დავაზიანებთ ჩვენ შორის ურთიერთობას. მაგრამ თუ თავის ნებაზე მივუშვებთ, მაშინ მის ყურადღებას უბრალოდ ვეღარ გავუწვრთნით. უნდა ვიპოვნოთ ჩვენი დამოკიდებულების ცენტრი აი ამ აგრესიულობასა და მიშვებულობას შორის, რაც გულისხმობს მომთმენ, მიმტევებლურ, მაგრამ კონსისტენტურად დაჟინებულ დამოკიდებულებას. ანუ სამი ცენტრი: სხეულის, სადაც პოულობთ ფიზიკურ ბალანსის ღერძს, ყურადღების, სადაც ჩვენს ფიქრებს ვუყურებთ მესამე პირის პერსპექტივიდან, როდესაც ყურადღება გვეფანტება პროცესს ვასახელებთ როგორც ფიქრი და ისევ უკან სუნთქვაზე გადმოგვაქვს. და დამოკიდებულების, სადაც პოულობთ ბალანსს იმაში, თუ როგორ გადმოგვაქვს ეს ყურადღება ფიქრიდან სუნთქვაზე. არც აგრესიულად და არც მიშვებულად. ეს არის მედიტაცია, რომელსაც მე პირადად ვაკეთებ ამ ეტაპზე. მართალია ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ ძალიან დამწყები ვარ, მაგრამ თუ კი რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, კითხეთ და შევეცდები მაქსიმალურად, რომ კიდევ უფრო დაწვრილებით დაგაკვალიანოთ.